თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილთა ხმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ის ვინც გვიყურებს ახლა ჩვენს სათემო რადიოს ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა უკვე იცის რომ ახლახან ჩამოყალიბდა ხონის სათემო ცენტრთან ერთად ჩვენი სათემოს რადიო რომელსაც ფინანსურად და ყველანაირად ხას უჭერს გერმანული ორგანიზაცია DVD International და რასაც მას დიდი მადლობა უნდა გადავუხოთ ამისათვის რომ გვაძლევს საშუალებას გადაცემათა ეს ციკლები ჩავწეროთ და სათემო ცენტრში ცხოვრებ ადამიანებს და არა მარტო მათ, საქართველოს და ემიგრანტებს და არც ვისაც ამის შემდეგ ექნება, ყველას მოუთხროთ და ვესაუბროთ იმ სხვა თემებზე, საინტერესო ადამიანებთან ერთად, ხონის ცხოვრების შესახებ. ჩვენ როდესაც ვარჩევით ამ საინტერესო ადამიანებას პირველ ეპიზოდში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი გაგვახსენდა სწორედ ის ადამიანი, რომელსაც ახლა თუ ვინც გვისმენს ცოტა ხანში შეხვდება და ვინც გვიყურებს, ბევრი მიხვდება ალბათ ადგილობრივი მცხოვრები. ეს გახლავთ გოგა გახოკიძე, ხელოვნების მასწავლებელი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩემი ყურადღება გოგამ ჯერ კიდევ პირველი წუთიდან მიიპყრო, როცა ის მე ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე მოვისმინე, მისი აზროვნებით, მისი ჰაბიტუსით, მისი ჩაცმულობით, მისი სტილით, მისი გემოვნებით და მაშინ ვიფიქრე, ვა რა მაგარია ხონში ასეთი მასწავლებელი რო ეყოლებოდა, იმიტომ რომ ხონში ახონი არის უნდა გაგვიკვირდეს რაიმე ხონში, მაგრამ მე ქუთაისში ვსწავლობდი და სულ მინდოდა კაი ტიპი მყოლოდა მასწავლებელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის, საქმისთვის, ქვეყნისთვის, ზოგადად ყველა განათლების სისტემისთვის და სულ მეამაყებოდა კარგად ჩაცმული მასწავლებელიც, განსხვავებულად ჩაცმულიც, განსხვავებული ტიპიც ყოფილიყო მასწავლებელი და აზროვნებით პირველ რიგში, იმიტომ რომ მე მყავდა პედაგოგი კახა ტყეშელაშვილი, ისტორიის მასწავლებელი, ჩვენ მე საბჭოთა სკოლის დროს ვსწავლობდი ეროვნულ მოძრაობა იგინებდა ფეხს, რომ პირდაპირ ასე მითხრა, რომ ისა რა გითხრა, ეხა მაგ წიგნები, სოციოლოგია ისტორიის აფსისკე წიგნები იყო, მოგიდეთ ამ წიგნებს ხელი, შეაგდეთ მერხის ქვეშა და ამოიღებდა უბის წიგნაკიდან და სულ სხვა ისტორიას გვასწავლდა, საქართველოს ნამდვილ ისტორიას გვასწავლდა, ყოველ შემთხვევაში იმ ისტორიას, რაც ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას ჭირდებოდა. ასე რომ კარგი პედაგოგი ძალიან მიშენდიდი საჩუქარია ქალაქისთვის, მხარისთვის, ქვეყნისთვის და ისეთი პატარა თემისთვის, ისეთი პატარა მუნიციპალიტეტი როგორც ხონია, ნამდვილად საჩუქარია კარგი მასწავლებელთან ხელოვნების მასწავლებელი. მე შემთხვევით ამდენი ხანი არ ვილაპარაკე, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა უნდა იყოს პორტრეტული ბატონო გოგა, რომ ამას თქვენი მოსწავლეებიც ნახავენ, სხვაებიც ნახავენ და მინდა რომ ეს გაზიარებული იქნას როგორც წარმატება სხვებისთვის, სხვა პედაგოგებისთვის, სხვა მოსწავლეებისათვის. უბრალოდ ყოველსა მიესალმეთ ჩვენს რადიოს მაყურებელს. მადლობა დათო მოწვევისთვის. მე მიხარია რომ ჩვენ იმ სივრცეში ვართ, რომელი კედლის მოწყობაში მე მივიღებ მონაწილეობა. ძალიან მიხარია რომ ხო ეს ჩემი გერმანიიდან ჩამოტანილი რეკვიზიტებია და ეს ლამაზად მოვაწვე, ხო და თან ყველაფერი გერმანიიდან ჩამოტანილი. კი, აბსოლუტურად ყველაფერი გერმანიიდან ჩამოვიტანე და ძალიან მიხარია რომ აქ ვართ ამ სივრცეში, ჩემთვის უცხო არ არის ეს გარემო. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და წარმატებებს გისურვებ პირველ რიგში ამ საქმიანობაში და მგონია რომ ძალიან წარმატებული იქნება ეს სტარტი. დიდი მადლობა გოგა. მოდი ვიდრე თქვენ საქმიანობაზე გადავიდოდეთ და მაქვს ამის შეკითხვებით, ჯერ გვიანბეთ თქვენზე. როგორი ბავშვობა გქონდათ? მე ვიცი რომ სულ ხონში არ ცხოვრობდით. არა, ხონში ვცხოვრობდი, მე უბრალოდ ვცხოვრობ მათხოთში, სოფელში, ხონში ქალაქში თვითონ არ ვცხოვრობ. ბავშვობა მქონდა ძალიან კარგი, 2000-იანების ბავშვი ვარ, მაგრამ მაშინ როდესაც ყველას სურჭირდა, რატომღაც ჩვენ არ გვიჭირდა და მაშინ ეგრეთ წოდებული დვიჟოკი ფუფუნება იყო და ჩვენ მქონდა პირველი 2000-იანებს კიდე არაფერი გიჩნდა, მე 90-იანებში. ხო, 90-იანებში კიდე სხვა იყო, მაგრამ აი ეს პერიოდია, რომ პირველი პერსონალური კომპიუტერი შემოდის რაღაცები და ის ყველაფერი სინათლე შემოდის ზოგადად. პირდაპირ გაგებითაც და ისე და. კი და ძალიან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა მამას სამსახურებრივად თბილისში და იქიდან გამომდინარე ყოველთვის ყველაფერი ეს ტექნიკა იქნებოდა თუ სათამაშო ყოველთვის მქონდა და ძალიან ისეთი ბედნიერი
ბედნიერი და ლაღი ბავშვობა მქონდა და მგონია რომ ეს ბავშვობა განაპირობებს ზუსტად მე დიდობაშიც რაღაცნაირად ბევრ ამას და საკმაოდ ისეთი მხიარული კარგი ბავშვობა იყო მოკლედ ჩემთვის და ძალიან ტკბილად მახსენდება ყოველთვის. ვინ იყო თქვენი ოჯახის წევრები? ბებია, დედა, მამა და მე ჩვენ ვიყავით. გამაგარია და სკოლა სად დაამთავრა? სკოლა მათხოთში დავამთავრე. და მე როგორ წავიდა თქვენ სკოლა? როგორ მოდით პედაგოგობა? ხო, ეგ სრულიად შემთხვევით იყო, იმიტომ რომ მე როდესაც სტუდენტი გავხდი, წავედი თბილისში, მუშაობდი თბილისში და ხო, ეგ მახსოვს, იმიტომ რომ თქვენ ჩამოდით ისე მე ხო. და 2019 წელს კი, ამას გულისხმობ. ხო, 2019 წელს დავბრუნდი ისევ ოჯახის გამო აქ და ნელ-ნელა დავიწყე ერთი სამსახური უკვე თბილისში მქონდა, მეორე სამსახურის ფილიალი ქუთაისში იყო და არ გამიჭირდა წამოსვლა, ძალიან მარტივად ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება იყო, საკმაოდ ისე პრინციპულად რომ უნდა წამოვსულიყავი და არასდროს არ ვინანებ და ძალიან ბედნიერი ვარ ამამდით. მე უკვე ამ სამსახურებსაც რომ დავანებე თავი, რაღაცა პერიოდი მქონდა ტაიმაუტის და შემდეგ უკვე აღმოჩნდა ისე რომ დამირეკა ჩემმა ყოფილმა მასწავლებელმა, პირველი სკოლის დირექტორმა, შორენა კაკაბაძემ და შემომთავაზა დროებით ხო არ ვიმუშავებდი ხელოვნების მასწავლებლად, რა თქმა უნდა დავთანხმდი და მე აღმოჩნდა ისე რომ დავრჩი და აგერ უკვე ოქტომბერში 4 წელი გახდება რაც სკოლაში ვარ და პარალელურად 1 წლის წინ უკვე სამეგრელოში ქვედანაგვაზოვში დავიწყე მასწავლებლად მუშაობა და იქაც ხელოვნებას ვასწავლე და ესე აღმოჩნდი მასწავლებლად და სხვათა შორის ეს არის სამსახური, სადაც ყველაზე დიდხანს გავჩერდი, იმიტომ რომ რაღაცნაირად მომეწონა და აღმოჩნდა რომ ჩემი არის. არა, ხო, ყველა სამსახური შეიძლება მიატო, შეცვალო პროფესია, შეცვალო ადამიანმა, მაგრამ რაღაცა აქ მარტო სამსახურის მიტოვება არა, სკოლის მიტოვება. ხო, ბავშვების მიტოვება, თაობის მიტოვება. ხო, სხვა პასუხის დაბლობა. ეს მძიმე ტვირთიცაა, ხანდახან არის ისე რომ მასწავლებელი ხანდახან ოჯახი ეწირება მასწავლებლობას თუ კაი მასწავლებელზე არა პარაკი და თუ გულით აკეთებ ამ საქმეს და ახლა მასწავლებლობა ბიზნესი არ არის ხო როცა თუ კარგად ხარ ისე რო ასწავლო ხო აქ სულ კარგად უნდა იყო და სულ მაგარი უნდა იყო თორე ისე საერთოდაა დანაშაული ცუდი მასწავლებლობა მოდი დავიწყოთ და კარგი მასწავლებელს ნამდვილად სული უნდა უბეროთ და ხელოვნების მასწავლებელი ხართ რა სწავლობენ თქვენი მოსწავლეები, რა ასწავლეთ და სრულიად ასე მგონია რომ ხელოვნებას რო ასწავლეთ, ცხოვრებასაც ასწავლეთ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ვიხებით აბსოლუტურად ყველაფერს და სულ ვამბობ მაგალითად, რომ როდესაც ორი ადამიანი სადმე სხდება, სალონ გარემოში არასოდეს არ ლაპარაკობენ მაგალითად რომელიმე სხვა საგანზე. ყოველთვის თემა არის ხელოვნება. ეს იქნება კინო, თეატრი, ვთქვათ, ლიტერატურა, უშუალოდ ფერწერა. ხო, ყოველთვის ადამიანი ხელოვნების ირგვლივ საუბრობს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მოთხოვნადი და განვიხილავთ, ვთქვათ, იგივე ცნობილ ადამიანებს, ხო? ჩემთან არის როგორც პრაქტიკული სამუშაო, ჩემს პრაქტიკაში, ასევე ძირითადად თეორიული მასალა, იმიტომ რომ თეორია იმდენად დიდი არის ხელოვნების ისტორიის და იმდენ რამეს ვეხებით, იმდენ საინტერესო რამეს, ეს არ არის უბრალოდ ნახატის დახატვის, ან მხატვრის დაბადების და გარდაცვალების თარიღი. აქ განვიხილავთ ყველა ნიუანს, ყველა დეტალს, ხშირად გვაქვს ფილმების ჩვენება და ეს საკმაოდ საინტერესოა და ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს და ეს ყველაფერი უკვე როდესაც კარგ შედეგებზე გადის, მე ძალიან მიხარია, მაგრამ რო ვთქვა რომ ეხა ამის გამო არ ვშრომობ, არა, ვემზადები, ძალიან ბევრს მე თვითონაც ვეცნობი, რაღაცებს ვსწავლობ და აი კარგად მომზადებული, მე უკვე ვაკეთებ ანალიზს და ამის მიხედვით უკვე ვაწვდი ჩემს მოსწავლეებს. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგი ევროპულ ღირებულებებზე ესწავლოს ბავშვებს. იმ გამოწვევებზე, იმ დასავლურობებზე, ახლა ევროპა მე ახლა გეოგრაფიულობას აღულისხმობ. რაღაცა გერმანიაში კაია ცხოვრება და თუნდაც კაი ცხოვრება რომ ასე უნდა იცხოვრო, ხო რა, მაგრამ ზოგადად ევროპაში გულისხმობ დასავლურ აზროვნებას, რამდენად გიწევთ ამაზე საუბარი და რამდენად სმარტი თაობა მოდის და რაც საიმედოდ უნდა, იმედიანად უნდა ვიყოთ, რომ ისინი უკეთესები არიან, ვიდრე ჩვენი თაობა. ზოგადად თაობებს შორის დაპირისპირება არ ახალია და ყველამ ვიცით, მაგრამ მე მაინც საბოლოო ჯამში შემიძლია აბსოლუტურად დადებითად განვიხილო ჩემი მოსწავლეების თაობა და რეალურად რომ თქვა, მე მაქვს მათი იმედი, რომ ისინი ძირეულ ცვლილებებს მოიტანენ პირველ რიგში მენტალურად და რაც მე უკვე საქმიანობაშიც აისახება. რაც შეეხება ევროპას, ჩვენ ევროპის ირგვლივ ტრიალებთ, იმიტომ რომ იტალიური, ჩრდილოური რენესანსი და ასე შემდეგ არ ცდება ევროპას, რა თქმა უნდა, იქ გვაქვს გადაშჭი ჩართვები გავდივართ ამერიკაშიც, ახლა ფრიდა კალო მაგალითად არ არის პროგრამაში, მაგრამ აგერაც ყავს გამოყვანილი. მაინც, ხო, აი მაინც, ხო, როდესაც გვაქვს კლასგარეშე, თქვა საუბრები, განვიხილავთ ამ ხატრებს.
მას ან შეიძლება პაბლო პიკასო ხო, არა იმ გაგებით. კი, და როდესაც ვთქვათ გამიხილავ სიბნელის გაგებით რა თქმა უნდა. ის უპირისპირდებოდა იმ რეჟიმს. კი, და ესპანეთზეც როცა ვსაუბრობ, სულ გვაქვს ესეთი მაგალითი, რომ დალი ამბობდა ესეთ ძალიან გენიალურ ფრაზას, რომ პიკასოც გენიოსია, მეც გენიოსი ვარ, პიკასოც ესპანელია, მეც ესპანელი ვარ, უბრალოდ პიკასო კომუნისტია და მე არ ვარ კომუნისტი და ამით ვჯობი ვარ, რომ ისედაც ჯობდა დალი, მაგრამ ნუ ზოგადად ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, რომ ადამიანებმა იცოდნენ თუ რამდენად ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული დასავლეთს, ევროპას ჩვენთვის. დღესაც იგივენაირად ხდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ემიგრაციაში ევროპაში, იქედან ინახავენ აქ ოჯახებს და რა თქმა უნდა ის ღირებულებები, რაც არის ჰუმანურობა, კეთილდღეობა, ეკონომიკური წინსვლა თუ სხვადასხვა, აბსოლუტურად ყველაფერი არის მისაღები და რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი როგორც ევროპაში არის, მალე ჩვენთანაც იგივენაირად იქნება და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ უნდა იყოს ასე. იმედია, რომ იქნება. კი ბატონო. მოგვიყვებით თქვენი პროფესიის შესახებ კონკრეტულად რა სირთულეებია დღეს რეგიონში, იმიტომ რომ ზოგადად პედაგოგიკაზე თუ მოგვიყვებით კი ბატონო, იმიტომ რომ დღეს მარტივი არ არის პედაგოგობა, დღეს არ არის კარგი პედაგოგები, პირდაპირ უნდა ვთქვათ. იმიტომ რომ ის არ ნიშნავს კარგ პედაგოგს, ვისაც წლები მოსდევს დიდი ხანი, იმიტომ რომ სხვა რამე ჭირდება დღეს უკვე სკოლას. რამდენად გიშლით ეს ბარიერები ხელს, რამდენად აწყდებით წინასწარმეტყველებს, რამდენად შეიძლება რაც გიდოდეთ ის არ გამოგდით, რაც თავში გიტრიალებთ, რაც ასე ვთქვათ, ერთგვარი ექსპლიკაცია გქონდეთ twin-ში დალაგებული და ვერ გადაგქონდეთ მერე სკოლაში და კი ვერ გადაგქონდეთ, მაგრამ ის უნდა იყოს პირიქით. გაგვიგარი, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ აქვს. რა პრობლემებია დღეს სკოლაში თქვენი ყოველდღიური საქმიანობის შესახებაც რომ გითხრათ? რა თქმა უნდა, გამოწვევები ყოველთვის არსებობს და რა თქმა ეს ძირითადად არის, როდესაც შეიძლება რაღაც საკითხებს განიხილავდე და ხშირად არის მაგალითად რაღაც ჯანსაღი პოლემიკა, კამათი, იგივე კოლეგებს შორისაც შეიძლება იყოს ეს ასრთა მიმოცვლისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ წარმოდგენა იყო, რომ მე ვიყავი ხატვის მასწავლებელი, იმიტომ რომ ადრე იყო ხატვა. მე სტანდარტები შევცვალე. რა თქმა უნდა, ეს იყო პირველი უდიდესი გამოწვევა, იმიტომ რომ ჩემი საგანი, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ესთეტიკური მიმართულების საგნები არის ყოველთვის გადაწეული ძალიან ბოლოსკენ და მე შევცვალე და ასე იყო რაღაცა სპორტი. კი. და ეს ბავშვი ნიჭიერია, მაგაშიც ნიშანს უწერდნენ. და ის გამოწვევები მარტივად რომ გითხრა, შევცვალე იმით, რომ ხატვის მასწავლებელს აღარავინ აღარ ამბობს ჩემთან მიმართებაში და ვიცით ყველამ რომ ვარ ხელოვნების მასწავლებელი, იგივენაირად თქვათ დამოკიდებულება საგნის მიმართ სრულიად სხვანაირად შეიცვალა, იმიტომ რომ მოსწავლებმა მითხრეს მაგალითად და მშობლებმაც არაერთხელ უთქვამთ, რომ ჩემმა შვილმა ადრე თუ თქვათ სხვა საგნით იწყებდა მეცადინეობას, ეხლა ხელოვნების გაკვეთილს სწავლობს და მერე გადავდივართ იმ დავალების გაკეთებაზე. რა თქმა უნდა ეს 100%-იანი შედეგი არ არის, მაგრამ თუნდაც ის რომ რაღაცა დონით ტენდენცია შეიცვალა და აღქმა დამოკიდებულება სხვანაირია, უკვე ძალიან მიხარია, რა თქმა უნდა, კოლეგებშიც შეიცვალა ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ როდესაც ჩემი კოლეგები მოსწავლებლები და მათ შორის ჩემ დროს ნაკლებად, მაგრამ უფრო წინა თაობებში, რა თქმა უნდა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ხატვა, რაღაცის გამოჭრა, მიწებება კი ბატონო, ეს ტექნიკურად ძალიან კარგია, თუ რაღაცა თეორიულ მასალას სწავლობ, რომ მე მიამსგავსო ან იმუშაო მსგავსი ტექნიკით, მაინც რა თქმა უნდა, ეხლა იმ დონის შედევრს ვერ შექმნი, მაგრამ თავარი არის მაინც რომ ამ ყველაფრის ისტორია იცოდე, მისი ფილოსოფია, რა არის, რა უდევს ამ ყველაფერს წინაპირობად და შემდეგ კი ბატონო ის იყოს რამოდენიმე წუთი იმისთვის რომ მოსწავლე თქვათ ხალისიანად იყოს და ის პრაქტიკული სამუშაოც რაღაცა თავის ნიუანსებს ასრულებს, რა თქმა უნდა, რომ არ მოდუნდეს გაკვეთილზე და უფრო მეტად პროდუქტიული იყოს მუშაობა. კი ბატონო. ხონზეც რომ გითხრათ, რა ადგილი უჭირავს თქვენ ცხოვრებაში თვითონ ხონს, რას გვეტყვით თქვენი ქალაქის ხონის შესახებ, რას ნიშნავს თქვენთვის რომ იყოთ ხონელი და იყოთ ხონის ნაწილი? ხო, ხონი არის ძალიან ისეთი საყვარელი, კარგი ქალაქი.
მე განსაკუთრებით მიყვარს ჩემი სოფელი და ჩემი სახლი, რაღაცნაირად სულ ადრე, როდესაც ვიყავი მოსწავლე, ვფიქრობდი, რომ ეხლა ამერიკაში უნდა წავიდე და იქ რაღაც ამერიკა და როდესაც გაიხსნა ეს ამერიკის გზები და ყველა მარტივად წავიდა, მაშინ აღმოჩნდა, რომ საერთოდ სურვილი აღარ მაქვს, რომ ამერიკაში გადავრწყობდე. ალბათ ეს რაღაცა ცოტა ასაკის მატების ბრალიც არის, მაგრამ ხონი თვითონ არის ძალიან კარგი იმ თვალსაზრისით, რომ საკმაოდ ისეთი ევროპული და ჰუმანური ქალაქი არის. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ნაკლი რომ მოვძებნოთ ყველა ნიუ-იორკსაც მოვძებნით მათ შორის ნაკლს, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ის ყველაფერი ვითარდება. ის დღევანდელი ლამაზი ხონი, რომელიც ისეთი არის ყველასთვის საყვარელი, ბევრი ახალგაზრდა გამოდის ქუჩაში საღამოობით განსაკუთრებით, ძალიან სასიამოვნო სანახავია. თვითონ ხონი არის საკმაოდ აკადემიური, ძალიან ბევრი საინტერესო პერსონაჟი აღმზრდელი ქალაქი, რომელიც ძალიან მიყვარს გულწრფელად რო ვთქვა და სწორედ ამიტომ ვარ ალბათ ამდენი წელი უკვე აქ, იმიტომ რომ თუ ვერ ეგუები რაღაცა გარემოს, ავტომატურად მიდიხარ და იქ ვერ ჩერდები, ხო და ეს ერავინ დაგაკარებს. რაღაცნაირად გავუგეთ მე და ხონმა ერთმანეთს, ასე აღმოჩნდა და თანაცხოვრობთ მოკლედ ძალიან ნორმალურად და კარგად. ხონი შეიძლება ითქვას არის პატარა ევროპული ტიპის დასახლებები რომ არის, თავის წარსულით, თავის მოხერხებულობით. კი ბატონო, ყველაფრით მე ძალიან მიყვარს. იუმორით, ყველაფრით, აი ხო რაღაც თავისი ნიშა და სპეციფიკური ქალაქი, ავთენტურია მეორე რაიმე. მე ავთენტურია და მე აბსოლუტურად მესმის რომ ჯერჯერობით იყვარს ის ადგილი, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ და სკოლა დაამთავრეთ და ბავშვობა გაკავშირეთ. გაიხსენეთ ის პერიოდი, როდესაც პირველი ნაბიჯები გადადგით თქვენ პროფესიულ კარიერაში. სკოლაში თუ მანამდე სამსახურებში? საინტერესო მანამდეც რომ ვითხრათ. მანამდე სამსახურები იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მარკეტინგში ვიყავი, HR-ი ვიყავი, HR მენეჯერი და ეს ძალიან სერიოზული გამოცდილება იყო, იმიტომ რომ დღეში დაახლოებით, ოღონდ მაშინ ვიყავი ძალიან პატარა ასაკით, დაახლოებით 21 წლის და უკვე HR მენეჯერი ვიყავი საკმაოდ სერიოზულ გაყიდვის კომპანიაში თბილისში და იქ გასაუბრებებს ვაწყობდი, მე ვიყავი კოლ-ცენტრის დირექტორიც ერთ-ერთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრში და ძალიან სერიოზული მიმართულება იყო ზოგადად გაყიდვების კუთხით და მე პლუს ჩემი სტილიც იყო ეს ესთეტიკური მიმართულება, უბრალოდ საბოლოო ჯამში აღარ აღმოჩნდა ჩემთვის თეთრი ხალათი, ესე ვთქვათ, ჩემი არ იყო, თუმცა ეგეც ვისწავლე. და მე რა ძირითადად beauty მიმართულებით განვითარდი, ერთი წელი ვიყავი მიწვეული ექსპერტი კომპანია Avon-ში, კატალოგებშიც ბეჭდავდნენ, ჩემი სტატიები იბეჭდებოდა, ხო და ესეთი გამოცდილება მქონდა წინა სამსახურებში, ეს იყო პირველი ნაბიჯები, რომლებმაც აი ძალიან დიდი სერიოზული ხონში არ გიფიქრია. ამ კუთხით ხონში არ მიფიქრია, იმიტომ რომ პატარა ქალაქია და მაქსიმალურად ბიუჯეტურად. ხო, ნუ ბიუჯეტურად შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ თვალად არც ჩამოვშორდი ამ ყველაფერს, აი ჩემს საყვარელ სამსახურებთან ერთად პატარა ბიზნესიც მაქვს, სონამოების მიმართულებით და ვცდილობ რომ ეს შეუთავსო და ის რაღაცნაირად ის ჩემი პატარა ჰობი ძირითადად ონლაინ გაყიდვები არის ჩემი ამ შემთხვევაში მაღაზიაზე სიმართლე გითხრა ჯერ არ ვფიქრობ, იმიტომ რომ ასე ძალიან კომფორტულად ვარ. ძირითადად ვიდეო რჩევებით, რეკომენდაციებით და პლუს რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ახლავს გაყიდვებით. ძალიან კარგია. სკოლაში რაც შეეხება პირველ ნაბიჯებს, აი ბავშვებს რო შეხდით პირველად ეს ემოცია გაიხსნა. პირველი ემოცია იყო ონლაინ გაკვეთილი და ახლაც მაქვს ის ჩანაწერი, იმიტომ რომ კოვიდი იყო მაშინ 2021 წელი იყო, 21-22 და ონლაინ გაკვეთილები იყო პირველი, ახლაც მახსოვს ძველი ეგვიპტე ახსენი მე 5 კლასში, ყველაფერი თითოეული სიტყვა მახსოვს მაშინდელი 20 წუთში. ფიზიკურად არ ვიცნობდით, იმიტომ რომ ყველანი იყვნენ სახლში და ესე სახლიდან ვატარებდით ონლაინ გაკვეთილებს, დაახლოებით 2 კვირა მომიწია ონლაინ რეჟიმში და შემდეგ უკვე სკოლაში დავიწყეთ მუშაობა და ძალიან კარგი იყო ეს რაღაცა კუთხით, იმიტომ რომ უკვე რო გამოცდილება მქონდა ონლაინ, პირველად რო შევედი კლასში, რაღაცა დისკომფორტი და ბარიერი აღარ მქონდა და უფრო თავისუფლად ჩავატარე გაკვეთილი, მაგრამ გამოწვევები რა თქმა უნდა იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, ურთიერთობები იგივენაირად და ფსიქოლოგიაც და ბევრი ნიუანსი, რომ თქვათ ყოფილიყავი ისეთი როგორიც დღეს ვარ, მაგრამ მე არ ყოფილდები ჩემი თავით და კიდე და კიდევ ვცდილობ რომ უფრო განვითარდე. კი ბატონო, თქვენ საკმაოდ აქტიური ადამიანი მზადებით, ბევრ პროექტებში მე პირადადაც დამინახი ხარ ხანსად, ანუ არ ახართ რაღაცა ერთი პროფილით, ერთი მიმართულებით, მე ეს არ მეგვირს თავადაც ასეთი ადამიანი გელაპარაკებით და აი რა ადგილი უჭირავს თქვენ ცხოვრებაში საზოგადოებრივ საქმიანობას.
აი თვლით თუ არა რომ ბევრი რამე უნდა შეცვალოთ და ჩვენ ყველას გვევალება რომ ხვალ უკეთეს საზოგადოება გქონდეს. რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერი ადამიანის ვალდებულება, ანუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანი არ იბადება მხოლოდ იმისთვის, რომ იკვებოს და გამრავლდეს. ადამიანს აქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს, თქვათ, საზოგადოებისთვის კეთილი საქმის გაკეთებას. ამას ვიღაცა აკეთებს სხვადასხვანაირი შრომით, მე ამ შემთხვევაში მიწევს განათლების გაზიარებით და რა თქმა უნდა ვცდილობ, რომ იგივე ის პატარ-პატარა დეტალები, რამაც შეიძლება უკეთეს საზოგადოება ჩვენ ჩამოგვაყალიბოს, რომ ვასწავლო მოსწავლეებს, უფროსებთან ურთიერთობაშიც იგივენაირად ეს დიალოგი იქნება თუ გაცვლა-გამოცვლა აზრის, ვცდილობ მაქსიმალურად, რომ რაღაცნაირად ჩემი პატარა წვლილი შევიტანო, რომ საზოგადოება იყოს უფრო მეტად კარგი, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. კი ბატონო. გაგვიზიარეთ თქვენი წარმატებების შესახებ, როგორ მიაღწიეთ ამას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ხა თქვენ საუბარში ვგეთყობა, რომ ეს ადვილად არ მოსვლა და შემაჭირდება ყველაფერს. აი, რა იყო მაინც ძირითადი მიზეზი, რამაც მიგიყვანათ წარმატებასკენ, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენთვის ხარ საინტერესო ამ გადაცემაში ჩვენ წარმატებული ადამიანებს მოუყარეთ თავი პირველ ეპიზოდში განსაკუთრებით, გვინდოდა ის ადამიანები მოგვეწვია, ვისი ცხოვრება მაგალითი უნდა იყოს თემში მცხოვრები ადამიანისთვის და ეს გინდა კომპლიმენტად მიიღეთ, გინდა ქათინაურად, თუ ეთეიგივე ეს. ჩვენ გვინდოდა მოგვეყვანა პირველ გადაცემაში ადამიანები, ვინც უკვე წარმატებულია. მაგრამ ასევე მაინტერესებს რა არის შთაგონება მთავარი, რამაც თქვენ ამ წარმატებაში გაგვიზიარეთ ეს წარმატების ფორმულა, თუ კი ასეთი გააქვთ. ხო, რა ვიცი, ახლა მე მგონი ამ პარტავნებაში არ ჩამომართვეთ, მაგრამ საკუთარი თავი, ბევრი ფიქრის მერე მიფიქრი ამ კითხვაზე და მივხვდი, რომ საკუთარი თავი. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეცდომა იყო, თქვა, ძალიან ბევრი უარიც მიმიღია და ყოველთვის ვცდილობდი რომ რაღაცნაირად სხვანაირად მომესინჯა ძალები, ან საერთოდ იმ სფეროს ჩამოვშორებოდი და ახალი მიმართულება მეწად. ანუ არ ვფიქრობდი მარტო ვიწროდ ერთ კონკრეტულზე, ანუ არ გამოდის ერთი, გამოდის მეორე და თავარ мотивაციას და ძალას ამ შემთხვევაში მაძლევდა საკუთარი თავი, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე ძალიან ბევრს საუბრობდი საკუთარ თავთან და ძალიან ბევრს ვფიქრობდი და არ გამოდის, მე რაღაცა იდეა მოვიდოდა და აი ასე ხო არა და მე რა თქმა უნდა უკვე ამ ყველაფერს განვიხილავდი ჩემს უახლოეს ადამიანებთან, რომლებიც ან მომიწონებდნენ, ან არ მომიწონებდნენ და მე უკვე ამ პოლემიკაში ვიყავი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რაღაცნაირად ისე გამომყავდა, რომ საჩემოთ და სათავისოთ, რასაც მე ვფიქრობდი ის. ანუ ძირითადი мотивაციის წყარო მაინც საკუთარი თავი არის ჩემთვის, რომ უფრო მეტად გავაძლიერო, უფრო მეტად უკეთესი გავხადო, ვიდრე ახლა ვარ მაგალითად. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. რა არის ის გამორჩეული რამ, რამაც არქთოვანებაში მოგიყვანათ და ცხოვრების სტიმული მოგცათ? ჩემი ოჯახი. იმიტომ რომ სასახად შემიძლია ვთქვა, ეს არის ადგილი, სადაც უპირობოდ ვუყვარვარ ყველას იქ, ვთქვათ, რაღაცა ჩასმულობის გამო, სამსახურის გამო კი არ გაფასებენ, ან უბრალოდ რომ კარგი მოსაუბრე ხარ, კარგია. იქ უყვარ ხარ ისეთი, როგორიც ხარ, ნამდვილი და მწრფელი და აქედან გამომდინარე ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რა ვიცი, რამდენი რამ უნდა გავაკეთო, რომ ის ამაგი გადავიხადო, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ამაგის გადახდას არავინ არ თხოვს, უბრალოდ ეს ჩემი შინაგანი მოთხოვნილება. რა თქმა უნდა, ცალსახად ოჯახი, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნიუანსებს განვიხილავ ოჯახთან, მაგრამ არის ახლა რამდენიმე მეგობარიც, რომლებთანაც კიდევ უფრო პირადულ საკითხებზე შეიძლება ვისაუბრო და ისინი ძალიან მეხმარებიან ამ ამბავში. კი ბატონო, როგორია თქვენი ყოველდღიური რუტინა? აი, გოგა იღვიძებს და თელი დღე რა არის ეს, ასაც ხშირად აქ? სულ საქმე. ძალიან მიყვარს თქო სოფლის საქმეები არა, მაგრამ მიწევს იქ ხანდახან ეზოს გაცელვაცა, ყანაში მუშაობაც არის. ხო, იქ რაღაცა ეზოს მოვლა არის, ამის გაკეთებაც მიწევს, ჩემ მეგობრებს არ იჯერათ თავიდან რო დაბრუნდი და მეუბნებოდნენ რომ ვიდეო გამომიგზავნე, სადაც ყანაში მუშაობოდა, მე მართლა ვიდეოს ვგზავნიდი რომ დაიჯერებინათ, იმიტომ რომ უყვირდათ, მაგრამ ესეც მიწევს. ძირითადად ჩემი ყოველდღიურობა არის ის, რომ
ვცდილობ რომ რაღაცნაირად კომუნიკაცია მქონდეს იმ ადამიანებთან, ვისთანაც კარგად გვხსნობ თავს, რაღაც ახალ იდეებზე ვმუშაობ, თუ სამსახურის პერიოდია მივდივარ ჯერ ერთ სამსახურში, მერე მეორე სამსახურში და პლუს ბიზნესის ამბებსაც ვაგვარებ, რომ რა ვაჯობებს, რა როგორ გავაკეთო და ასე შემდეგ. განსაკუთრებულს არაფერს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ დიდად ეხა ბევრი გასართობი სივრცე ახალგაზრდებისთვის ქალაქში ჯერჯერობით არ გვაქვს და აქედან გამომდინარე, სადღაც რომ ყოველ საღამოს თქვათ წახვიდე ბარში, კაფეში, ასე არ ვარ. ძალიან იშვიათად, მოკლედ რომ თქვა, ძირითადად სახლში და სამსახურში. ეს არის ჩემი რუტინა. ბრაზთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ. როგორ არა, ნუ ბრაზი ყველას აქვს, რაცონა ყველასო თუ არ მე არ ბრაზდები ვარ ესეთი. ყველას აქვს, მაგრამ უარ ბრაზდები ესე კი ერევა იმ ბრაზს. ხო, ანუ ადამიანს აქვს ეს ემოციაა, ჩვეულებრივ ხო და ვიც არ ბრაზდება, კი ბატონო, ვით არ ბრაზდება, რომ მართავს ამ ბრაზს. თქვენ თუ მართავთ ბრაზს და რა დროს ბრაზდებით? ბრაზის მართვა ვისწავლებ, მაგრამ მე სულ იმას ვამბობ, რომ ემოციის გამოხატვა სირცხვილი არ არის. უბრალოდ ეხლა ბრაზი იმდენად არ უნდა გამოხატო, რომ საბოლოო ჯამში შენ დაგაზიანოს. აქედან გამომდინარე, ბრაზი რა თქმა უნდა მაქვს ხოლმე, ზოგჯერ გამოვხატავ, მაგრამ უკვე ვიცი მართვა, როგორ მართო ჩემი ბრაზი. თუმცა აი ძალიან გაბრაზებული როდესაც ყოფილა რამოდენიმეჯერ, რა ვიცი, უთქვამთ რომ მეორეჯერ არ ვისურვებდი შენს ნახვას ამ მდგომარეობაში, მაგრამ მართავ, ალბათ ეს უკვე ასაკის მომატებასთან დაკავშირებითაც არის, თუმცა ხშირად ბრაზდები, აფექტური. ასე მეტად უფრო ვეღარ მართავს. ხო, მე უკვე მეც ვეღარ ითმე. ხო, არა, მე ხო, მივეჩვია ამ ყველაფრის მართვას, მაგრამ დაუმსახურებლად ვცდილობ, რომ არც არაფერი მივიღო, არც სიყვარული, არც ბრაზი და არც ნებისმიერი ემოცია და ანალოგიურად არც მე არ გავცემ. ანუ თუ ადამიანი არ იმსახურებს ჩემგან ბრაზს, გამორიცხული არ გამოვხატავ, მაგრამ თუ იმსახურებს ბრაზს, ჩემი ბრაზი უკვე შემოიფარგლება რითი მარტივი კომუნიკაციით და ახსნით. თუ რა არის სწორი და როგორ უნდა მოიქცეს. ხშირად არის რომ საპასუხოდ იგივე მშვიდსაუბარს ვერ ვიღებ, მერე ვეცლები და აღარ ვსაუბრობ, უკვე საერთოდ არც კი ვთვლი საჭიროდ რომ ავხსნა. კარგავს ადამიანები. დამიკარგავს ადამიანები და არასოდეს არ უნდანობ, იმიტომ რომ იკარგება მხოლოდ ისეთი ადამიანი, ვინც უნდა დაიკარგოს. ეგ არის 2x2 4, იმიტომ რომ თუ ადამიანთან არის გულწრფელი ემოცია, სიყვარული, იქ კონფლიქტი სხვანაირად ძვირფასი ადამიანები იყოს, ვისაც კარგავს. ძვირფას ადამიანს ვერანაირად ვერ დაკარგავ. იმიტომ რომ ძვირფასი ადამიანი აი იკამათებთ, მერე იაზრებთ ორივე ბოდიში ხდით და ხვდებით ანალიზი. ხოცა იაზრებს ეს იდეალურ ვარიანტს აუღებს. ხო, იდეალურ ვარიანტს, თორე თუ არ ხდება გააზრება, მაშინ გამოდის რომ ისეთი ადამიანი დასაკარგი იყო, იმიტომ რომ თუ ადამიანს გონია მაინც რომ სულ მართალია, იმიტომ რომ შეუცდომელი ხო არ ვართ, ეხლა რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით როდის ვაშავთ, ამის აღიარება შეიძლება არ გვინდოდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი როდის ვარ დამნაშავე, თუ ზუსტად ვიცი რაღაცა როდის არ გავაკეთე სწორად და იმას შეიძლება კი მინდოდეს შეფუთვა და არ გამოვააშკარავ, მაგრამ თუ საჭიროა უნდა აღიარო ადამიანმა და მიღიარებია აუცილებლად. ბოდიშიც მომიხდია. ხშირად მიწევს თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მომიხდია ბოდიში, როდესაც გამიაზრებია, რომ იმ მომენტში მე ვიყავი დამნაშავე. ალბათ იმ აფექტის და ბრაზის ბრალი იყო, იმიტომ რომ უცებ გამოვხატე და მე უკვე სხვანაირად იყო საჭირო. უკან დახევა სისუსტეა თუ სიჩქვეა? აუცილებლად გააჩნია სიტუაციას. გააჩნიეს ყოველთვის ესე იგი არ არის სიჩქარე და ყოველთვის არ არის სისუსტე. არ ყოველთვის ვერანაირად ვერ იქნება სიტუაციიდან, ადამიანიდან და ურთიერთობიდან გამომდინარე. ვიზე არ აკეთებ, ამას კიდევაც გააჩნია. რა თქმა უნდა, ხო, იმიტომ რომ თუ ცალსახად ერთნაირად გააკეთებ, სულ ყოველთვის დაზარალდები, იმიტომ რომ ზოგჯერ სიტუაციას ის ქმედება არ მოერგება. იმეთანო. ხო, ოჯახთან ახლა მეტი დათმობა გიწევს შეიძლება. რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე. ხო, ვიღაცასთან ნაკლები დათმობა გიწევს. ყოველთვის ასე. ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ მიდის, ასე ვთქვათ, კიდე 1-2 წუთი გვაქვს, მე საინტერესო მოსაუბრე ხარ. რაღაცა კითხვებიც ბევრი მაქვს, მაგრამ ახლა ვცდილობ, რომ ჩაჩქარა და ბევრი რამე გითხოთ კიდე. აი, თქვენ გაქვთ თქვენი სტილი, რომელიც თქვენ გამოგარჩევთ ყველასგან. მე თქვენი სტილით დაგიმახსოვრეთ პირველად და შემდეგ რამდენიმე ჩვენი კვეთა მოხდა თანამშრომლობის, ურთიერთობების და ყოველთვის მახარებს თქვენთან შეხვედრა, როგორც საინტერესო ადამიანთან. სტილი ჯერ მარტივი ასაღები არ არის და თუ ამას იღე, მე დამკვიდრება რთული და მithumetes ხონში მოდი პირდაპირ გითხავ, თამამა თუ იქნები, შეიძლება გითხვა თვისობრივად ცოტა გოიმური იყოს, მაგრამ მაინც უნდა გითხოთ, აი, მე მაინც გონია რომ ძალიან თამამი ადამიანი ვზადებით და ამას რაღაცა ჟარგონზე რო ვთქვა, ცოტა გაქაჩვაცონ და ყველაფერს და აი, როგორ მიიღეთ ეს სტილი და როგორ მიიღო ეს სტილი თქვენმა მოსწავლეებმა, თქვენმა ოჯახმა, თქვენმა ემამ, თუმცა
გიჟდები შურს თქვენი სტილის საქმე გეუბნებით ძალიან მომწონს. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ძალიან ჩვეულებრივად, ესეთი ვარ, როგორიც ვარ. ყოველდღიური არ ახარ რამდენი. არა, ჩვეულებრივად ეს არის ის, რაც ბუნებრივად არის ჩემში და მარტივად, ანუ ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მომიხდეს, ისე გამოვიყურებოდე. ვიცი რა მომიხდება, რა არ მომიხდება და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ კარგად გამოვიყურებოდე, იმიტომ რომ საზოგადოებაში გიწევს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, სხვანაირად შეუძლებელია. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მომზადებისათვის. ბევრი კითხვა დამჭა კიდე. ალბათ მომეცემა სხვადასხვა საშუალება თქვენი სტუმრობის სხვა ფორმატებში, სხვა გადაცემებში, ვიდრე რომ ჩვენი სათემო რადიო ეს არ იყოს მხოლოდ პროექტის პაგლებში და გქონდეს მას მდგრადობა, იმიტომ ეს სტუდია გვაქვს სახელმწიფო შენი შექმნილია და DVB International-ის ტექნიკური მხარდაჭერილია. იმედია ჩვენი რადიო დღის სინათლეს ძალიან დიდხანს ეხელებს და ხშირად იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა, მეც ვიმედოვნებ, იმიტომ რომ ძალიან კარგი პროექტია ზოგადად, მეც მაქვს ახლა ჩემი სამომავლო გეგმები, რომლებსაც ჯერ არ გავამხელ, ახალ პროექტზე ვიმუშაობ და მალე იხილავს ამას ჩემი მომხმარებლები და მაყურებლებიც და წარმატებებს გისურვებ, დათო, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო იყო. რადიო სცენარებს და ჩვენ მაყურებლებს, ვინც სოციალურ ქსელჩენებს ვიყურებს, შევახსენებ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ გოგა გახოგიძე, ხელოვნების მასწავლებელი. კარგად ზარდება. მადლობა, კარგად.